გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემი მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოუჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე. ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემ წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ. აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს სისტემა პოლიტიკურ პროცესს. აზრს ვერ ვხედავ ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ მონაწილეობ თქვენ სპექტაკლში. აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს, მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ. მოსახდენი უკვე მოხდა. ამიტომ ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე და ხალხმა განსაჯოს. წერს პატიმარი ირაკლი ღარიბაშვილი.